უფრო ლეგენდარული არაფერია ვიდრე Fawlty Towers-ი და Monty Python-ი. მაგრამ მსახიობი ჯონ კლიზი, რომელიც ახლა 86 წლისაა, ამ ფილმებზე მეტად ლეგენდარულია. ეხლა ის სრულიად მარტო ცდილობს შეებრძოლოს დიდ ბრიტანეთში არსებულ საფრთხეს, რადიკალურ ისლამურ საფრთხეს. და როცა ადამიანები მას უპირისპირდებიან და მართლაც უპირისპირდებიან, მისი პასუხი საოცრად შთამბეჭდავია. ხედავ, რომ ამ კაცის მხარდაჭერის გამო სასტიკად მოანძღავენ. ვინ არის ეს კაცი? Rupert Lowe, ის კაცი, რომელიც Grooming Band-ის მასშტის მასშტაბური მხილობების უკან იდგა და ეხლა ხელმძღვანელობს პარტიას Restore Britannia, რომელიც ნამდვილად უჭერს მხარს ემიგრაციას და რადიკალური ისლამური გავლენის მოცილებას და ასე შემდეგ. როგორც არ უნდა იყოს, აქ წერს, გაუნათლებლები რასისტს მეძახიან. მე რასისტი არ ვარ, მე კულტურალისტი ვარ. მჯერა რომ ზოგიერთი კულტურა სხვებზე უკეთესია. მიჩვენია ისეთი კულტურები, რომლებიც არ უჭერენ მხარს ჩაქოლვას, პედერასტიას, ცოლისცემას, ქალის გენიტალიების დასახიჩრებას და მოწინააღმდეგეების თავისმოკვეთას. ძველმოდულად მომიხსენეთ. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჯონ კლიზის დამოკიდებულებას. აბსოლუტური ლეგენდაა. და წარმოიდგინეთ ეს 86 წლის კაცი, არ ტურნეზე მიდის, გაერთიანებულ სამეფოში, რომ ეწვიოს ქალაქებს, სადაც მუსლიმი მოსახლეობა ბევრია, მაგალითად ბირმინგემი, მანჩესტერი, ბრედფორდი და ლიდსი და ეს მათ სრულიად აფორიაქებს. თუ არიცით, ვინ არიან Five Pillars გაერთიანებულ სამეფოში, ისინი არიან გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი манипуლაციური ისლამური ონლაინ მედია. არ ვიცი სხვანაირად როგორ აუხსნა ისინი, მაგრამ ისინი ძალიან ხელავენ, რადგან არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ ეს კომიკოსი, ეს ლეგენდარული კომიკოსი ცდილობს ამაზე რაღაცეები თქვას. ეხლა ის უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამაზე საუბრობს. ეს ახალი ფენომენი არ არის. ის აქტიურად ეწინააღმდეგება გაერთიანებულ სამეფოში კულტურულ დაპყრობას და ეს შესანიშნავია. მოდით ვნახოთ, რა სიტყვის აქ. მოусმინეთ ამას. გამოჩენილი ისლამოფობი ჯონ კლიზი სექტემბერში გაერთიანებულ სამეფოში ტურნეს გამართავს და ეწევა ქალაქებს, სადაც მუსლიმთა დიდი მოსახლეობაა, როგორიცაა ბირმინგემი, მანჩესტერი, ბრედფორდი და ლიდსი. გულისხმობ რა ლეგენდაა, რომ ამას აკეთებს, მეგობრებო. უბრალოდ გულისხმობ, ეს მართლაც ლეგენდარული რამეა. სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი, მე ვარ ერიკა, თქვენი წამყვანი. აუცილებლად დააჭირეთ გამოწერის რილაქს, მოიწონეთ ეს ვიდეო, მალე ძალიან საინტერესო განცხადება გვექნება. ჩვენ ვუპირისპირდებით ბიციგიშეს, რომელსაც უკვე მივეჩვიეთ მეინსტრიმ მედიაში. თუ თქვენაც გჯერათ ამ მიზნის და ამ მისიაში, მაშინ მოგესალმებით. ახლა უკვე თქვენს პუშბექერების ნაწილი ხართ. თვალის ჩაკვრა თითქოს ამბობს: "ჰეი, ხალხო, ის თქვენს ქალაქებში ჩამოდის თავისი შოუებით. რას აპირებთ? ვფიქრობ, რაღაც უნდა გააკეთოთ." "ჰეი, არაფერს ვამბობ, მაგრამ რაღაც უნდა გააკეთოთ." თვალის ჩაკვრა თითქოს. კიდევ ერთხელ, როგორც თქვი, ეს არის Five Pillars-ი. ისინი ამბობენ, შეხედეთ ამ ისლამოფობ რასისტ კაცს. ის მოდის ქალაქებში, სადაც დიდი ისლამური ადგილებია. ანუ კარგი. რა უნდა გავაკეთოთ ყველამ? რა უნდა გავაკეთოთ? იქნებ რაღაც ცუდი გავაკეთოთ. იქნებ უბრალოდ რადიკალური ისლამისტური რაღაც გავაკეთოთ. გულისხმობ იმას, რომ თქვენ ამას აქვეყნებთ, ცნობილი ისლამოფობი ჯონ კლიზი ტურნეზეა დიდ ბრიტანეთში და ეწვევა ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ბირმინგემი, მანჩესტერი, ბრედფორდი და ლიდსი. ის ამას წერს, ისინი ამას წერენ. და კიდევ ერთხელ რეალურად ვერ იტყვით, რომ ეს დალადობის წაქეზებაა, რადგან ასე არ არის. მაგრამ რა აზრი აქვს ამ პოსტს თუ არა იმისთვის, რომ ხალხი გააღიზიანოს? გულისხმობ ალბათ სამართლიანი სამიზნეა, რადგან ჯონ კლიზი გეგმავს ამ ქალაქებში ჩამოსვლას, რომ სიტუაცია გაამწვავოს. ამას გეტყვით. გულისხმობ უბრალოდ შეხედეთ მას. გინდა რამე თქვა ჯონ ჩვენთვის? რაღაცა თქვი? კი. ეხლა ხან ყველაზე გემრიელი კარი ვჭამე. ეს ჩემი ცხოვრების პირველი შემთხვევაა, როცა მაჩვი ვჭამე, მაგრამ ნამდვილად გირჩევთ. და აუცილებლად დავბრუნდები კიდევ, რადგან ვიცი, თქვენ ასევე აკეთებთ ვაშაურსაც. მადლობ ჯონ, დიდი მადლობა. კარგი, ის გუშინ ლონდონში, ჰამერსმითში, სინგაპურის არაჰალალის რესტორანში იყო. კომიკოსი ბოლო თვეებში სულ უფრო მეტად ავრცელებს ისლამოფობიურ, ისევ Five Pillars-ის მიხედვით უკიდურესად მემარჯვენე ნარატივებს ონლაინში. არა, ასე არ არის. ამას არ ვიტყოდი. არ ვიტყოდი, რომ ის ავრცელებს ისლამოფობიურ კონტენტს. ის სინამდვილეში, როგორც მან ჩვენს პირველ ტვიტში თქვა, უციგნურები რასისტს მეძახიან. მე კულტურალისტი ვარ. მჯერა რომ ზოგი კულტურა სხვებზე უკეთესია. და კიდევ ერთხელ, ზოგიერთ ადამიანს ეს არ მოსწონს. მათ ეს არ სიამოვნებთ. კარგი, ეხლა რა თქმა უნდა, როცა ვამბობ ზოგი ადამიანი, გულისხმობ ისეთ აგრესიულ ისლამისტებს, როგორიცაა Five Pill UK და მეჰდი ჰასანი, რომლებსაც ეს არ შეუძლიათ აიტანონ. ამიტომ ისინი მას ასე ეძახიან, მეჰდი ჰასანმა ჯონ კლიზი რასისტად, გადარეულ უმეცრად მოიხსენია. და კლიზმა საპასუხო დარტყმა მიაყენა. ისლამის დამცველებმა, მათ შორის ცრუ ზომიერმა მეჰდი ჰასანმა, შეუტიეს ჯონ კლიზს, რომელიც ბრიტანეთის საზოგადო მოღვაწეა და ყველაზე თანმიმდევრულად და ეფექტურად აფრთხილებს ბრიტანეთს მუსლიმი მიგრანტების მიერ ქვეყნის გადაბარების საფრთხეზე. მაგრამ კლიზი დაუფრთხობლად პასუხისგაცემას აგრძელებს. ეხლა კლიზ X-ზე ეკითხებიან, რატო არასდროს გმობენ მუსლიმი ზომიერები ეგრეთ წოდებულ რადიკალებს, რაც რა თქმა უნდა ისევ გამოიწვია კლიზის რასისტად და ისლამოფობად მოხსენიება. რაც ასე საინტერესოა ჯონ კლიზში და იმაში, როგორც ის საუბრობს საკითხებზე, არის ის, რომ ის მუდმივად ძალიან ლოგიკურ აზრებს გამოთქვამს, ხო ესეა? ეს სულ გვესმის. მაგალითად, ვერ იტყვი, რომ ყველა მუსლიმი რადიკალია. რა თქმა უნდა, არა.
მაგრამ სად არიან ის 1.8 მილიარდი, რომლებსაც თქვენ არ მიიჩნევთ რადიკალებად? რატომ არ გმობენ ისინი რადიკალიზმს? სად არის ეს? რა ხდება? რატო დუმან ისინი? რატო უნდა დაუგმოთ ჩვენ ეს და ისინი კი არ გმობენ? ხო, ესეა. ეს ის საკითხებია, რომლებიც ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ აიტანონ. მათი გონება ვერ იაზრებს, რომ საჭიროა ცოტა ნიუანსი, რომ ამაზე იფიქრო. ადრე სცენაზე გავდიოდი და რასობრივ ხუბრობა ვერ სხვებოდი. ვამბობდი ფრანგებზე მაგალითად. იცით რატომ აქ ფრანგებს ამდენი სამოქალაქო ომი, რომ ხანდახან მაინც მოიგონ? ხო. რატო არიან ავსტრალიელები ასე დაბალანსებულები? იმიტომ რომ თითო მხარზე თითო კომპლექსი აქვთ. ხო, ასეთ ხუმრობებს ხვებოდი და მერე ვამბობდი. იყვნენ ორი მექსიკელი და მთელი დარბაზი უცებ. მინდა ვთქვა, რა მოხდა? შვედებზე, გერმანელებზე, ფრანგებზე, ინგლისელებზე, კანადელებზე და ამერიკელებზე ხუმრობთ. მექსიკელებზე რატომ არ შეიძლება ვიხუმროთ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომიკოსებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი კულტურული საკითხების გაშუქება, როცა მათზე ხუმრობენ. ეს ხალხს აცინებს, ზოგჯერ ცოტათი უხერხულობასაც უქმნის. ესაა კომედიის მთავარი არსი. ხშირად სწორედ კომიკოსები არიან კულტურული ომის წინა ხაზზე, რადგან ისინი კარგად ხვდებიან კულტურული ბრძოლის მნიშვნელობას და იციან, როგორ უპასუხონ აბსურდულ იდეოლოგიურ არგუმენტებს ძალიან ჭკვიანურად. და რასაც ის აქ აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ისინი იმდენად სუსტები არიან, რომ საკუთარ თავზე ზრუნვაც არ შეუძლიათ. ხედავთ, ეს ძალიან დამამცირებელია. ხო, გესმით, რატომ არის ასე? ვინ არიან ის ადამიანები, ვიზეც ხუმრობა არ შეიძლება? მუსლიმი. სცადე ეს. მაგრამ მოდი, ნახოთ რას. ამბობს შენი ტვიტერის სპიდი. ხო, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ შენ ეს უბრალოდ ნიშნავს ან. ო, ხარა, დაიკიდე ისინი. მე კი გავაკეთებდი. დიახ. მე ეს მithქვამს. თეორიულად ხუმრობების შეგიძლია, გამიკეთებდი. იცი? ხუმრობები, მაგალითად, იცი, ეს მშვიდობის რელიგია. აი, კომპიუტერია. და ხედავ ისინი ახო თითქოს იცინიან, მაგრამ შეგიძლია მიხვდე, მათი პირველი რეაქცია იყო. არა, ეს არ გითქვამს, იცი. ღმერთო. ეს სინამდვილეში ძალიან სასაცილოა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თუ ხუმრობებს გააკეთებთ, ცუდი ადამიანები, რომლებიც შენს მოკვლას აპირებენ. რა რო შეიძლება მართლა მოგკლან. ცოტა უნდა შეიკავო თავი, არა? ხო. არ არის კარგი. ანუ, მოდი ვნახოთ, რას ამბობს ჯონ კლიზი ბოლო დროს. იმიტომ რომ მართლა, როცა ცუდი დღე მაქვს, ხანდახან უბრალოდ გადავხედავ მის X და თავს შევახსენებ, რომ იცი რა, კარგი ადამიანები არსებობენ, რომლებიც კარგ ბრძოლებს იბრძვიან. ნამდვილი პროტესტი, ძალადობის მუქარის გარეშე, რომელიც აჩვენებს, რომ ბრიტანეთის მომავალი ეკუთვნის მათ, ვინც თავის პოზიციას იცავს. უნდა მოусმინოთ ამ ადამიანს, გირჩევთ, ივაპარაკოთ, არ უნდა გქონოდა ბაბაბამ. პამ. შეხედეთ ამას, თუ მის ფიდს გადახედავთ, უმეტესად ის საუბრობს დიდი ბრიტანეთის მნიშვნელობაზე. ეს არ არის ისლამოფობიური, ეს არც გიჟურია და არც ღვარძლიანი, ხო ასეა? ეს უბრალოდ სუფთა ლოგიკა. აი, აქ ის იცავს J.K. Rowling-ს. აციეთ ხელი თუ ფიქრობთ, რომ J.K. Rowling-ი საშინელი ტრანსფობია. ბოდიში, მაგრამ ყველა ბიოლოგს ვერ დავაიგნორებ. სწორია. ის ისევ ცდილობს, სასოწარკვეთილად იყენებს დეფექტურ და უკვე უარყოფილ კვლევას იმის დასამტკიცებლად, რაც შეუძლებელია, რომ კაცებს სპორტში უპირატესობა არ აქვთ ქალებთან შედარებით. შეგიძლია ეს ბოლო კვლევა გააზიარო, ის ისევ საუბრობს ამ საკითხებზე. ის რეალური საკითხებია, რაც ნორმად იქცა. გახსოვდეს, როცა ისლამურ დაპრობაზე ვსაუბრობთ, ისლამური დეკო ცარიელ ადგილას არ ჩნდება. ის მოდის, რომ ხალხი დააბნიოს. თუ წაიკითხავ რომელიმე ლიტერატურას ან არ ვიცი პროპაგანდას, იმაზე დამოკიდებულია, რას ფიქრობ ამაზე. თუ წაიკითხავ პატარა წითელ წიგნს ან რუსეთის სტრატეგიას, ყოველთვის ქაოსის შექმნასა და ხალხის დაბნევაზეა საუბარი. რადგან ასე ბევრად მარტივია შემოიჭრა და დაიპყრო. ომი დაწყება არ გჭირდება. შეგიძლია უბრალოდ შემოხვიდე. და აი ის ახსენებს ხალხს ყველა მნიშვნელოვან რამეს, იცი? სქესების სქესებია და შენი ქვეყნით ამაყობა კარგი რამეა. შემოჭრილები რო არ მოგწონს, ეს ნორმალურია. და ზოგიერთი კულტურა უკეთესია ვიდრე სხვა კულტურები. და ამის ათიარებაც ნორმალურია. და არსებობს უამრავი ნორმალური იდეა, რომლებიც არ არის სიგიჟე. ისინი არ არის გიჟური, ისინი არც რასისტულია, ისინი უბრალოდ გარკვეულწილად ფაქტობრივია. და ეს არის ის, რაც ჩვენ საზოგადოებას დავიწყებული აქვს. და სწორედ ამისთვის იბრძვის ჯონ კლიზი. და მე ამას სრულად ვეთანხმები, რადგან კომიკოსები კიდევ ერთხელ მართლაც დიდი პასუხისგებლობა აქვთ, რომ თავიანთი კომედიური პლატფორმა მნიშვნელოვანი მიზნებისთვის გამოიყენონ და ფრთხილად მოექცნენ მას. იცოდნენ და გაიგონ, რომ მათ შეუძლიათ ისეთი გზავნილის გადაცემა, რასაც უმეტესობა ვერ ახერხებს. და მე პირადად სრულად მიყვარს ეს ლეგენდა. გმადლობთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.